გუშინდელმა შემთხვევამ რეალურად კიდევ ერთხელ დაგვანახა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და როდესაც ვუსმენდი ახლა ნათიას და თქვენ დაუსვით კითხვა, რომ აი თუნდაც შემდეგ შეგეხმიანნენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, სამინისტრო, მუნიციპალური სამსახურები მინდოდა, არ ვიცი, ჩაგჭროდით და მე თქვა, რომ აღარ ყავს ჩვენ ქვეყანაში დღეს ფუნქციური სოციალური სამსახური, ისეთი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქვეყანაში ბავშვების ბედს და ბავშვების მდგომარეობას. იმიტომ რომ ეს პროცესი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში და მართლაც გარედან ყურება კიდე საერთოდ აბსოლუტურად თავზარდამცემი იყო, მაგრამ აი შრეებად რომ შევხედოთ ის შედეგები, რომელიც აი ასეთი ტიპის ქმედებას ახლავს თან, ჩვენ ამ შედეგებს ყოველდღიურად მომავალში აუცილებლად მოვიმკით და ეს შედეგები იქნება ძალიან მძიმე და დამანგრეველი ამ ბავშვების ფსიქიკისთვის. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს უფლებრივი თვალსაზრისით. საერთოდ გქონდათ უფლება ასეთი სპეცოპერაცია განეხორციელებინათ იქ, სადაც ოჯახები ბავშვებით ცხოვრობდნენ. უფლებები ადამიანის, ბავშვის, ეს უფლებები არ არის უფლებები, რომლებიც სადღაც გვიწერია და ამიტომ არის ჩვენი უფლებები, თუნდაც კონსტიტუციაში. ხო, არსებობს სახელმწიფოები, სადაც ადამიანის უფლებები გაწერილიც არ აქვთ, იმიტომ რომ ეს ისედაც ასეა. მეორე მხარე არის, ერთი მხარე არის ის უფლებრივი ნაწილი, მეორე მხარე არის მორალური ნაწილი. ორივე თვალსაზრისით რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორც არ უნდა დაეზღვია სახელმწიფოს, რამდენი სოციალური მუშაკიც არ უნდა ყოფილიყო, რამდენი ფსიქოლოგიც არ უნდა ყოფილიყო ადგილზე, იმთავითვე ეს იყო ბავშვის უფლებების დარღვევა. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს ბავშვმა და აღმოჩნდეს ქუჩაში. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც ამის გამართლება შეუძლია. იმიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ უფლებებზე, მე დავიბადე, ეს უფლებები დამყვა. არსებობს უფლებები, რომელთა შეზღუდვაც შესაძლებელია, თუმცა ის რომ ბავშვს ჰქონდეს საცხოვრებელი პირობები, ის რომ ბავშვი არ აღმოჩნდეს ქუჩაში, ასეთ წარმოუდგენელ სტრესში, ეს არის უფლება, რომლის შელახვაც აბსოლუტურად დაუშვებელია. მეტიც ამ უფლებას რომ მშობელი ულახავდეს ბავშვს, სახელმწიფო ვალდებულია რომ ჩაერიოს და აღკვეთოს ბავშვის უფლებების დარღვევა. და მაია, თქვენ უკვე ახსენეთ ის ფსიქოლოგიური ნაკვალევი, ასე ვთქვათ, რომელიც ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ბავშვს მოზარდს გაყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორ იქნება ეს ახლა ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა შესწავლილი თემაა, ასე ვთქვათ. ჩვენი ხელისუფლება, რეჟიმი არა მარტო კანონიერების სამართლებრივი ჩარჩოს, არამედ სამეცნიერო ცოდნის მიღმა საერთოდ, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს თუ არა საქართველოში ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლია მიმართონ ახლა უკვე დაზარალებულებმა მართლაც და პირველ რიგში ამ ბავშვების მდგომარეობაზე ვიზრუნოთ, რაც შეიძლება უფრო სწრაფად. ფაქტია უკვე მე მაგალითად აი რო უსმენდი ნათიას სიმართლე გითხრათ. იმ მონაკვეთში როცა მოხალისეების გვერდში დგომაზე იყო საუბარი და ბავშვებს ავიყვანთ ბაკურიანში, თავი შეკავება გამიჭირდა, ახლაც მიჭირს და რა უნდა გააკეთოს ამ ორგანიზაციებმა იმისთვის, რომ აი ამ ბავშვებს ახლა მაინც რაღაცნაირად გვერდში დაუდგნენ. დღეს ვისი იმედით შეიძლება გქონდეს ისევ საზოგადოება და ის საზოგადოება, რომელსაც აი ეს პროპაგანდისტული არხები ასე ძალიან ცუდად და ძალიან ბოროტად გვაშავებენ. ზუსტად ის ხალხი, ვინც დგას რუსთაველზე, ისინი არიან პირველები, ვისაც უჭირს მათთან ჩდებიან და ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვაგრძელებთ მუშაობას, იმის მიუხედავად, რამდენი კანონიც არ უნდა მოიფიქრონ, ან რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ დღევანდელმა აი ზუსტად ეს მეკითხა რომ აი ესეთი სპეციფიური ამოცანებისთვის არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ისედაც შეზღუდული რესურსებით
არსებობთ კიდევ ახერხებთ რამენერად მუშაობის გაგრძელებას იმ ყველაფრის შემდეგ, რა შემზღუდავი კანონმდებლობა, გრანტებზე წვდომა და ყველაფერი შეგიზღუდეს. ჩვენ აქ ვართ ნამდვილად, არა მხოლოდ საერთაშორისო ასოციაცია კივიტოს გეორგიკა, არამედ არაჩვეულებრივი ორგანიზაციები, მათ შორის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, GCRD, ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონებში გასცემენ მათ შორის სერვისებს, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აქ ვართ მართალია შეზღუდული რესურსებით, თუმცა არც ერთი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არ აპირებს საქმიანობის შეწყვეტას, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად არის ჩვენი ყოფნა საჭირო და დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ბავშვებს მხარდაჭერა, განსაკუთრებით სერვისების მიწოდება, როგორც არის ფსიქოლოგიური სერვისი.